რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე დღე იყო გუშინ, მძიმე იყო საყურებლად და მძიმე იყო ზოგადად იმის გასააზრებლად, თუ მართლაც რამდენად ავტოკრატიულ რეჟიმს ქმნის. ფაქტობრივად ჩვენ ამბობდით, რომ აი მივდივართ ავტოკრატიის, კი არ მივდივართ, ფაქტობრივად ეს არის უკვე ჩამოყალიბებული ავტოკრატია და ამის იქით მე აღარ ვიცი უკვე რა შეიძლება მოხდეს. რა თქმა უნდა, ჩვენი სოლიდარობა ზურას, სოლიდარობა მის ოჯახს, მის მხარდამჭერებს. ხა ჩვენ კარგად გვესმის, რომ აი მას საკმაოდ დიდი გამბედაობა ჭირდება და ეს არის მისი არჩევანი, რაც დიდი იმედი მაქვს, რომ აი ამ პროტესტის გააქტიურების და კიდევ უფრო ახალ ფაზაში გადასვლის მხარდამჭერი აქტიც იქნება, ხო? იმიტომ რომ აქ ხა ჩვენ ხედავთ არიან გარკვეული პოლიტიკოსები, რომლებიც მიდიან გირაოს გადახდის გზით და თვლიან შესაბამისად, რომ ისინი გარეთ, ანუ თავისუფლებაზე, ხალხში, ხალხთან ერთად უფრო ეფექტურები იქნებიან და ნუ არის მაგალითად ზურა ჯაფარიძე, რომელმაც საკუთარი ბრძოლის საკუთარი გზა აირჩია, რაც ახსნა თავის პოზიცია, ეს არ არის არანაირი წითელი ხაზი, ადამიანები პერსონალურ არჩევანს აკეთებენ. ზოგი ასე იქცევა, ზოგი ისე იქცევა და აქ ყველა რჩება მაინც ამ ბრძოლაში, ყველა თავის მაგალითს აჩვენებს. მე მგონია ძალიან არასწორია აქ რაღაცა. კი ბატონო, სხვათა შორის ზურამ როს თავად თქვა, ამიტომაც კიდევ ერთხელ ჩემი პატივისცემა მას. ახლა აქ კიდევ ვიმეორებ, რა მთავარი არის ერთი რამ, მთავარი არის ის, რომ პროტესტი გაგრძელდეს ამ ქვეყანაში და ჩვენ პოლიტიკოსები ზოგადად ხალხი საზოგადოება მიხვდეს იმას, რომ კიდევ უფრო მეტია საჭირო. და კიდევ ვიმეორებ ამას, ხა რა თქმა უნდა მე პირადად არც ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ხარ აზია ლაპარაკი ციხეში არავინ არ მემეტება, მით უმეტეს ისეთი ადამიანები როგორც ზურა ჯაფარიძეა, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ ეს კიდევ ვიმეორებ ჩაითვლება ეფექტურ პროტესტად, ასე ვთქვათ, ხო, იმიტომ რომ ჩვენ საქართველოს უახლეს ისტორიაშიც ვიცით ისეთი მაგალითები, როდესაც მათ შორის ეროვნული მოძრაობის ლიდერები მიდიოდნენ ამ აქტზე, ასე ვთქვათ, და ეს აქტი ჩაითვალა მაშინაც როგორც პროტესტის ერთგვარი ფორმა და მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები არ იყვნენ თავისუფლებაზე და გამოკეტილი იყვნენ, ასე ვთქვათ, საკანში, იქიდანაც აი რაღაცა, მოდი ასე ვთქვათ, უხილავი ძალით, რაღაცა ენერგეტიკით ისინი, რა თქმა უნდა, დადებით ზეგავლენას ახდენდნენ პროტესტზე, ასე რომ გამძლეობა ნამდვილად ზურას და კიდევ ვიმეორებ, თავარი მაინც არის ის, რომ ჩვენ გავაგრძელოთ პროტესტი, აქ რა თქმა უნდა ეს თანხმედრაში უნდა გაგრძელდეს ჩვენ საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის, ასე ვთქვათ, პოლიტიკასთან ერთად და განსაკუთრებით აქტუალური ხდება უკვე აი ეს ამერიკის შეერთებული შტატების ფაქტორი და ეს რუბიოს განცხადება ამაზე ალბათ თქვენს გექნება კითხვა და ვისაუბრებთ და დარწმუნებული ვარ, ახლა ის მეგობარი აქტი, რომლის პროცედურები ნუ რაღაცა გარკვეულ დროს მოითხოვს, შეიძლება აი ამ ტიპის საქციელმა არალეგიტიმური ოცნების მხრიდან კიდევ უფრო დააჩქაროს პრინციპში ეს პროცესი და ჩვენ ამის მოლოდინი ისედაც ვქონდა, რომ როგორც მეგობარი აქტი გავა საბოლოო ჯამში სენატზე და მიიღებს კანონის ძალას, ასევე გამკაცრდება ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია, რომელმაც პირდაპირ სახელმწიფო მდივარმა პირდაპირ უწოდა ანტიამერიკული მთავრობა და ამაზე მართალია ხა ოცნება, ძალიან ბევრი მცდელობა ჰქონდა, რომ ეს რაღაცა პროპაგანდით ცოტა სხვანაირად მიეწოდებინა მოსახლეობისთვის, მაგრამ მე მგონი ყველა ძალიან კარგად ხვდება თუ რა იგულისხმებოდა ამ განცხადებაში. ჩვენ ვართ ავტორიტარიზმის მორევში, რომელიც არ მთავრდება და უფრო და უფრო რთულდება სიტუაცია, ხო? უბსკულსა ხადის, აი მართლა ამ მდგომარეობაშია დღეს ქართული საზოგადოება და თითქოს აქედან გამოსავალი ასე სწრაფად არ ჩანს. პოლიტპატიმართა რაოდენობის ზრდა და ღირსების მაგალითი არის საზოგადოების გამძლეობისთვის, შიდა მორალისათვის აუცილებელი, მაგრამ ჩვენ გვჭირდება თავისუფალი პოლიტპატიმრები, ჩვენ გვჭირდება თავისუფალი ადამიანები, უკანონოდ დატყვევებულთა გამოსვლა ციხიდან. რა შეიძლება აი რას სულის მათ შორის აი პოლიტიკოსთა შესვლა ციხეში ამ კუთხით, რას ართულებს ბრძოლაში და რას ამარტივებს, როგორ ხედავთ თქვენ ამას? ნუ, კი ბატონო, ხა რა თქმა უნდა, პოლიტიკოსი ციხეში მით უფრო ახლა ჩვენ ვიცით ის სახელებიდან, დიდი ალბათობით ახლა ჩვენ შეგვიძლია უკვე წინასწარ განსაზღვროთ, აღარ უნდა ამას რაღაც განსაკუთრებული პროგნოზები, როგორ მოიქცევა ოცნება, ხო? ნუ ავტოკრატიული რეჟიმია, უკვე ჩამოყალიბებული და ნუ გასაგებია ხა ის უკან არ დაიხევს. აქვს მიტაცებული ძალაუფლება, მთლიანად აკონტროლებს სახელმწიფო ბერკეტებს, ძალოვანი სტრუქტურები მისია, სასამართლო მისია და რა თქმა უნდა, აი ამ ძალას ყოველთვის ბოლომდე აჩვენებს და ანუ ახლა კიდევ ვიმეორებ, რომ წინასწარ რაღაცა განსაკუთრებული პროგნოზების გაკეთება ნუ არ არის საჭირო. ახლა ჩვენ ვერ ვიქნებით მიამიტები და ვერ ვიფიქრებთ, რომ ახლა რაღაც შემთხვევაში მათ რაღაც ადამიანური ფაქტორები გაიღვიძებს მათში და რაღაც მიზეზების გამო ცოტა ადამიანურად მოიქცევიან. რა თქმა უნდა, ეს ესე არ იქნება.
ამიტომ რთული ვითარებაა, ეხლა არ არის ეს ნამდვილად მარტივი. ოპოზიციონერები ციხეში, ნაწილი ყოველ შემთხვევაში, ამ დროს ხალხი ქუჩაში, მაგრამ კიდევ ზარდი რაოდენობათან ნახეთ, აი ჩვენ ხედავთ რა აი ხელისუფლებას არანაირი მიზეზი შეიძლება არ დაჭირდეს პოლიტიკოს დაიჭირეს. აი უკვე ისეთ წერტილამდე მოვედით. მე გულწრფელად გქონია რომ ეხლა საქართველოს ისტორიით ვარ დაინტერესებული ბოლო 30 წლის წინ. ბევრი რამ ვიცი, ბევრი რამ მინახავს უკვე ჩემი თვალით და ბევრი რამ წამიკითხავს და გამომიკითხავს ადამიანებისთვის. ამდენი პოლიტპატიმარი ჩვენ ამ ქვეყანაში არ უყოლია. ეს არის მოცემულობა. ეს ეხა გინდა ვიღაცა 9 წლიან რეჟიმზე ილაპარაკოს და რაზეც უნდა იმაზე ილაპარაკოს. ამდენი პოლიტპატიმარი ამ ქვეყანაში ჩვენ არ უყოლია. უკვე ადამიანები ისე შედიან და გამოდი ისე შევეჩვიეთ ჩვენ ამას, რომ ციხე არის ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. აი ციხე, პარლამენტი, აი ამ როლს თამაშობს დაახლოებით. ეს არათუ ნორმალური არ არის. ეს არის პირდაპირ თანდათან შეგვაჩვიეს რუსეთში ცხოვრებას მართლა წმინდად რუსული მოვლენა არის ეს რომ აი ესეთ მარტივად პოლიტიკოს შეიძლება ციხეში შედოდეს ან ნებისმიერი ადამიანი ცდილობენ რომ შეგვაჩვიონ ცდილობენ ნამდვილად არ შევეჩვევით ამას არასდროს თქვენ ახსენეთ მარკო რუბიოს განცხადება და ის რაც ხდება მის გარშემო ხელისუფლებას ცდილობს დაგვარწმუნოს რომ ეს პირიქით იყო მოზომილი პასუხი გასაგებია რუბიომ რას თქვა მან თქვა რომ ჩვენ მუშაობთ ამ საკითხზე თუმცა მან ასე ვთქვათ ჩარჩო იმისა როგორ აკუთხიდან უყურებენ ამ ხელისუფლებას ჯო ვილსონის მიერ შეთავაზებული ჩარჩო არ უარყო პირიქით გაიმეორა ხო მან თქვა რომ ეს არის ანტიამერიკული მთავრობა ამერიკისთვის მნიშვნელოვან რეგიონში რას ნიშნავს ეს ოცნების ხელისუფლებისათვის და ჩვენი ბრძოლისათვის ნუ ეს ოცნების ამ არალეგიტიმური რეჟიმისთვის პირველ რიგში ნიშნავს მისივე პროპაგანდის ჩამოშლას რომ აქ ახლა მთავარი რა იყო მათი მთავარი გზავნილი ახლა ჯერ ის ყადაღებული 20 იანვარი რომ თითქოს 20 იანვრის შემდეგ ისინი დაალაგებდნენ ბჭყალებში ურთიერთობას ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან, ახალ პრეზიდენტთან 20 იანვარი კი არა, აგერ უკვე 20 მაისია და მეტი და ჩვენ არათუ რაიმე ტიპის დაალაგებას ვხედავთ, არამედ პირიქით უკან და უკან მიდის ეს ურთიერთობა, რაც ნუ ძალიან სამწუხაროა, ახლა ჩვენ ვიზე გვაქვს საუბარი, გვაქვს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორზე, ხო, საუბარი ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ვისთანაც ურთიერთობა იგივე რამდენიმე წლის წინ, 3-4 წლის წინ, მათ შორის გიორგი გახარიას პრემიერობის დროს იყო, შეიძლება ითქვას უმაღლეს დონეზე აყვანილი, მაგრამ ნუ დღეს ხედავთ, რომ ეს ურთიერთობა შეწყვეტილია, გაწყვეტილია, ეს ურთიერთობა აღარ არსებობს და ოცნება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენ პირისპირ დავრჩეთ ჩვენი ქვეყნის მთავარი მტრის რუსეთის წინაშე. აქეთ ევროკავშირის მიმართულებით რაც ხდება, ნუ ამასაც ხედავთ და ნუ უკვე მე მგონი კითხვაც აღარავის ებადება თუ რამდენად ანტიევროპული რეჟიმია და ანტიამერიკული და ანტიცივილიზაციური რეჟიმია დღევანდელი ოცნება. ასე რომ რუბიოს განცხადება ჩემი აზრით კიდევ ერთხელ ადასტურებს რას? ადასტურებს იმას, რომ ძალიან კარგად იციან რომ ეს არის ანტიამერიკული მთავრობა და ანტიამერიკული რეჟიმი ეს ერთი ერთადერთი რაც შეიძლება აი პარადოქსია ხო და ყველაზე დიდი მეტად შემაშფოთებელი არის ის რომ რისი მეტად არის დარჩენილი ოცნება. ნახეთ რუბიომ რომ თქვა რომ ჩვენ ახლა ვმუშაობთ და თუ იქნება ამერიკის ეროვნული ინტერესი ამ რეგიონში ანტიამერიკული მთავრობის წინააღმდეგ ასე ვთქვათ ქმედებები, მაშინ ამ ქმედებებს ჩვენ განვახორციელებთ, ანუ წარმოიდგინეთ რისი მეტად არის დარჩენილი რომ ეგება და არ იყოს. ეგება და უცბად აღმოჩნდეს რომ აი ამ ახალ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში და ამერიკის ახალი ადმინისტრაციის ნუ რაღაც გასაგებია ისინი ახლებურად უყურებენ ახლა მათ შორის გლობალურ პოლიტიკას აი ამ პოლიტიკაში იქნება და დაავიწყდეთ საქართველოს იქნება და ჩათვალონ რომ საქართველოს არ არის ამერიკის ეროვნული ინტერესი ნუ რა შეიძლება იყოს ამაზე დამკვიდრება ეს არის ძირითადად რის იმედა ამას ახლა პირდაპირ ვერ ამბობენ ესე ბოლომდე მაგრამ ნუ გასაგებია ნუ მათ განცხადებებში ეს იგულისხმება და ნუ ახლა მეტი რა უნდა ეთქვა თქვა პირდაპირ ის რომ მიდის მუშაობა მან ახსენა ადგილობრივი საელჩო როგორც ქვეყნის ასევე რეგიონული მათი წარმომადგენლობები და ნუ ახლა რას ვინმე რას ფიქრობს რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო იმ ინფორმაციას რაც სინამდვილეში ხდება ამ ქვეყანაში მათ არ მისცემს ან სხვანაირად მიაწუდეს თუ რა რეკომენდაცია შეიძლება წავიდეს ახლა თბილისის ოფისიდან ვაშინგტონში ხო გასაგებია რომ მათ ყველაფერზე აქვს ინფორმაცია ახსენაზე ამას ბუნებრივია ფაქტობრივი რა თქმა უნდა, ნუ ახლა ამას არ ჭირდება რაღაცა გაზვიადება და გადასხვაფერება, ისედაც ყველაფერი ცხადია. ასე რომ ნახოთ, დავალოდოთ მოვლენებს, მე პირადად ვარ დარწმუნებული იმაში, კიდევ ვიმეორებ, ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატები მარტო ნამდვილად არ დაგტოვებს აი პირისპირ, ასე თქვა, დაუცველად და მათი მხარდაჭერის გარეშე ამ ავტოკრატიული რეჟიმის წინაშე და თან უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ ამერიკა არის ქვეყანა, რომელმაც ბოლო აი 3 ათეული წელია უზარმაზარი რესურსი ჩადო ჩვენი ქვეყნის განვითარებაში და პირველ რიგში დემოკრატიის განვითარებაში, ხო? ანუ და როგორ შეიძლება რა წარმოიდგინეთ პროპაგანდის
სითავხედე, რომ ისინი პირდებიან საკუთარ ამომრჩევლებს ურთიერთობის დაალაგებას იმ პირობებში, როდესაც საერთოდ უარს ამბობენ დემოკრატიული განვითარების გზაზე, საერთოდ უარს ამბობენ ადამიანის უფლებების დაცვაზე, კანონის უზენაესობაზე, აგერ ხედავთ ახლა რაც ხდება სასამართლოში და გუშინდელი დღის ამბებს ვიხილავთ და ახლა ამ პირობებში რა ახლა ამერიკის შეერთებული შტატები ასეთ ანტიდემოკრატიულ და ავტოკრატიულ რეჟიმთან თანამშრომლობას დაიწყებს, რა თქმა უნდა ეს არის გამორიცხული. ამიტომ ჩვენ აი მაინც კიდევ ვიმეორებ იმას, რომ პროტესტის გაგრძელება, ოღონდ დავაზუსტო მინდა, რომ ეს ჩვენი პოლიტიკური ძალის არჩევანია, რომ ეს რა თქმა უნდა, მიუხედავად ესეთი მძიმე ვითარებისა, მაინც ჩვენ უნდა შევძლოთ, გამოვნახოთ ძალა და მშვიდობიან, ასე ვთქვათ, ჩარჩოებში დავრჩეთ და არ უნდა დაუშვათ ყოველ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან. ანუ ძალადობით მოკლედ არ უნდა უპასუხოთ, ეს არის ჩვენი პოზიცია, ანუ არ ვართ და ვერ ვიქნებით რადიკალიზმის მომხრე, იმიტომ რომ ამას მე საბოლოოდ ისევ ოცნება იყენებს საკუთარი პოზიციების გასაძლიერებლად. ამიტომ აი მშვიდობიანი, მაგრამ მწვავე პროტესტით პარალელურად ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით უნდა მივახციოთ იმ შედეგს, რომ ოცნება გადავიყვანოთ ოპოზიციაში, დავანიშნინოთ მას ახალი არჩევნები თავისუფალ სამართლიან გარემოში, რა თქმა უნდა, და რაც შეიძლება მალე გამოვაშებინოთ უკანონო პატივნები, რომელსაც სამწუხაროდ უკვე ხედავთ, რომ ახალი პოლიტიკური პატივნებიც ემატებიან. გიორგი, წინ 26 მაისს მოდის და როგორ უყურებთ თქვენ ამ დღის საორგანიზაციო საკითხებს? რამდენად მნიშვნელოვანია, რომ კოორდინირებული იყოს მათ შორის და ეს ეროვნული ზეიმი იყოს მართლა შევინარჩუნოთ როგორც სწორად ახსენეთ, ნამდვილად 26 მაისი ხო არ ჭირდება ამას ახსნა არავისთვის, რომ ეს არის საერთო ეროვნული ზეიმი, დღესასწაული სახალხო დღესასწაულიდან ბუნებრივია ჩვენც ვიქნებით ხალხთან ერთად და შევახსენებთ აი არალეგიტიმურ რეჟიმს, რომ თუ ვინმე დღეს დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს, ხო? ამის შეხსენება ეს მწვავე ხმამაღლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუ ვინმე დღეს დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის, ეს პირველ რიგში არის სწორედ ოცნება. სწორედ ოცნების არალეგიტიმური რეჟიმი და აი თავარია ესე ვთქვათ პროპაგანდის მთავარი ხაზი რო გადის მათი იმაზე რომ თურმე ისინი არიან დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის მთავარი დამცველები, ვიცით ხო, ეს ფაქტობრივად ეს ერთ-ერთი ძირითადი ხაზია მათი პროპაგანდის ამ დროს სრულიად საპირისპირო რეალობასთან გვაქვს საქმე, ხო? ანუ რეალურად ეს არის რეჟიმი, რომელიც პირველ რიგში საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. ამიტომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე უნდა აღვნიშნოთ. რაც შეიძლება ბევრი ადამიანი უნდა ვიყოთ, რაც შეიძლება ხა თქვენი ეთერის საშუალებითაც მინდა მოუწოდო ადამიანებს ყველა გამოვიდეთ და შევახსენოთ და აი კიდევ ერთხელ ხმამაღლა ჩვენი სიტყვა გავაგონოთ არა მხოლოდ ოცნების ამ არალეგიტიმურ რეჟიმს, არამედ მთელ მსოფლიოს, რომელიც დარწმუნებული ვარ ასევე ინტერესით ელოდება ამ დღეს, ხო? მაგრამ კიდევ ვიმეორებ, აი ჩვენი ძალის პოზიცია მინდა დავაფიქსირო, რომ არც 26 მაისს და არც სხვა დროს, მაგრამ განსაკუთრებით 26 მაისს ეს პროტესტი უნდა იყოს მწვავე, მაგრამ ამავე დროს მშვიდობიანი.